მოგესალმებით ყველას. როგორც დაგვერდით, გიწერთ გაკვეთილს და უმეტესობა მოპასუხა, რომ გაკვეთილი უნდა იმის შესახებ, როგორ შექმნას საკუთარი ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამ მომენტისთვის ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა საიტი იძლევა საშუალებას უამრავი, რამდენიც კიდე მილიონობით შეგიძლიათ საკუთარი სურათი შექმნათ, რომელიც მაქსიმალურად იქნება მოახლოებული რეალურ ფოტოებთან. ანუ გავაკეთოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ ფოტოსესია. ანუ ფანტაზია რამდენადაც გეყოფათ და რამდენზეც გეყოფათ, აი იმდენი ფოტოს შექმნა შეგიძლიათ. და დღეს მინდა განვიხილო ერთ-ერთი საიტის სახელია FreePic, სადაც მე პირადად ჩემთვის ვქმნი ფოტოებს. ეხლა ამ შემთხვევაში მე თქვენ გაჩვენებთ ჩემ ეკრანს და სპეციალურად ეს ვიდეო ჩემი პატარა გავაკეთე, რომ არ შეგვიშალოს ხელი ამ ყველაფრის ნახვაში. თქვენთან ერთად მე კიდევ ერთხელ დავრეგისტრირდები ამ საიტზე და გაჩვენებს თუ როგორ მუშაობს. საიტს ქვია FreePic და საიტი არის ფასიანი, გაითვალისწინეთ. უმეტესობა საიტები, სადაც მართლაც ხარისხიანი კონტენტი შექმნა შეიძლება, არის ფასიანი ან ხანდახან გაძლევთ საშუალებას თავიდან გამოიყენოთ რამდენიმე ფუნქცია საიტის უფასოდ, მაგრამ შემდეგ მაინც მოგიწევთ ფულით გადახდას. რაც შეიძლება ახლა FreePic-ს. საიტზე რეგისტრაცია არის საჭირო, აი ახლა მე დავაჭერ sign in-ს და აქ გაძლევს რამდენიმე ვარიანტი. შეგიძლიათ Google-ის მეშვეობით დარეგისტრირდე, მე მაგალითად Google-დან ვარ დარეგისტრირებული, შეგიძლიათ Apple-ის მეშვეობით შეგიძლიათ დარეგისტრირდე და შეიძლება დარეგისტრირდეთ ელექტრონული პოსტით. მოდი მე დავრეგისტრირდები ახლა ელექტრონული პოსტით, რომ თქვენ ნახოთ როგორ ხდება ჩემი ელექტრონული პოსტა. აი sign up, ბოდიში sign up-ს დავაჭერ. შემოგავთ ჩემი ელექტრონული პოსტა. აი ესე. მგონი ამით არ ვარ დარეგისტრირებული და ამით შევიყვან და შევიყვან მაგალითად პაროლის მომიფიქრებ. შევიყვანე პაროლი და დავაჭერ sign up-ს. იმედი ამ პოსტით არ ვარ დარეგისტრირებული. ნუ თქვენ ზუსტად ასე რეგისტრირდებით, ანუ არაფერი რეგისტრაციაში რთული არ არის, ისეთია როგორც ყველა სხვა შემთხვევაში. ამის შემდეგ გადავდივართ ამ საიტის ინტერფეისზე და აი ნუ განახებს რა ხდება თვითონ საიტზე. საიტს აქვს სხვადასხვა ფუნქციები, აქ შეიძლება ფოტოები შექმნა, შეიძლება ვიდეოები შექმნა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მოგიყვებით თუ როგორ უნდა შექმნათ საკუთარი ფოტო. ეხლა რა არის საჭირო საკუთარი ფოტოს შესაქმნელად? ვაჭერთ მარცხენა ზედა კუთხეში ამ სამ ხაზს. დავაჭერთ image generation. და შეხედეთ, აი გამოდის ესეთი ფანჯარა. ამ ფანჯარაში გეუბნება, რომ აი აქ ჩაწერე ზევით პრომპტიო, რომ შექმნა ფოტო. ასევე გაქვს mode, სხვადასხვანაირ mode-ში შეგიძლია შექმნა, ყველაზე კარგი არის Flux-ი, მე ყოველთვის Flux ვაყენებ. გეუბნება, შეიძლება არჩიოს სხვადასხვა სტილი. გაჩვენებთ ახლა სხვადასხვა სტილი შეგიძლია არჩიო. შეგიძლია არჩიოს სხვადასხვა ეფექტები. ანუ როგორ გინდა კამერა რო გეყურებდეს და რაც თავარია ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს, ეს არის character. დავაჭერ character და აქ უკვე მზა სხვადასხვა ვარიანტებია მოცემული. თქვენ იმისთვის რომ შექმნათ თქვენი ავატარი და იმის მეშვეობით შემდეგ დააგენერიროთ თქვენი ფოტოები, უნდა დააჭიროთ ახალი ავატარის შექმნას, new avatar. აქ ჩაწეროთ სახელი, მაგალითად მე ჩავწერეთ ნინინინი. ჩაწეროთ სახელი, არჩიოთ რაც გესისაა თქვენი ავატარი და ატვირთოთ ფოტოები. ანუ შეხედეთ, ფოტოები რო ატვირთოთ, მაშინ უნდა გეუბნება, რომ უკვე გადადით ფასიან რეჟიმზეო. უნდა დააჭიროთ Go Premium-ს და გადაძლევთ სხვადასხვა ვარიანტებს ფასიან რეჟიმზე გადასასვლელად. შეხედეთ, თუ მაგალითად თვიურად ერთი თვის განმავლობაში გინდათ ამ პროგრამის გამოყენება და მეტი არა, მაშინ აი ამას ასე გადმოწევთ და თქვენთვის ერთი თვე ელირება პრემიუმ ვარიანტი 16 евро. ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პრემიუმის ყიდვა, ანუ essential ვარიანტის ყიდვა საზრე არ აქვს. პრემიუმ ვარიანტი ელირება 16 евро. მაგრამ თუ მთელი წლის განმავლობაში აპირებთ მოხმარებას,
მაშინ გიკეთებს ფასდაკლებას და უკვე 10 ევროდ შეგიძლიათ ყიდვა. ეხლა დაბრუნდეთ უკან. რადგან მე უკვე ეს ნაყიდი მაქვს, ეხლა დაბრუნდები უკან და განახებთ რა ხდება. ანუ აქ ატვირთავთ თქვენ ფოტოს, სასურველია დაახლოებით 30 ფოტო მაინც ატვირთოთ და ფოტოზე უნდა იყოთ მხოლოდ თქვენ. ანუ მე სხვა ადამიანი არა, თორე საიტი არ იღებს ასეთ ფოტოებს. ფოტოზე უნდა იყოთ მხოლოდ თქვენ და ამის შემდეგ თქვენს ავატარს შექმნის საიტი. ეხლა განახებთ ჩემი ავატარი მე როგორ შევქმენი. ამისთვის გამოვალ ეხლა მე აქედან და შევალ უკვე მე აკაუნტზე, სადაც თანხა მაქვს გადახდილი და მაქვს ავატარი. Так, ენაზე იუზერი მინდა თქო მივცემ და ეხლა შემიშვებს და განახებთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ანუ აქ უკვე მე მაქვს თანხა გადახდილი, შეხედეთ და მაქვს მონიჭებული გარკვეული რაოდენობის პოინტები, ასე რომ ვთქვათ. ანუ თავიდან როცა თანხას იხდეთ, საიტი განიჭებთ 18000 პოინტს, მაგრამ როცა ავატარს ქმნით, 5000 პოინტი მაქვს მარტო ავატარის შექმნაში. აი მე აქ შექმნილი მაქვს უკვე ჩემი ავატარი. ანუ შეხედეთ. და აი ავატარებში რო გადახვალთ, აი აქ უკვე შექმნილია ჩემი ავატარი. და როცა მე ჩემ ავატარს დავაჭერ, აქ ავტომატურად გამოდის, რომ აი თქვენი ავატარი ნინიკო უკვე მზადაა მუშაობისთვის. და ეხლა შემიძლია მივცე, თქვათ რა მინდა ამ ავატარმა რო თქვა, რო ქნა, სად იყოს ავატარი, როგორი ფოტო გამიკეთოს საიტო. თქვათ აუცილებლად ბრძანება უნდა მიცეთ ინგლისურად. თუ არ იცით ინგლისური, რაც გინდათ, ჩატერეთ ChatGPT-ში, გადათარგმნეთ ინგლისურად და მერე მიეცით საიტ ბრძანება. შეხედეთ ეხლა აი მაგალითად ჩავწერ, რომ მე მინდა ვთქვათ, ჩემი ავატარი იჯდეს სტუდიაში. სტუდიო სკამზე. მე მივცეთ მაღალი სკამი. და ანუ პოზიორებდეს ფოტოგრაფისთვის თქო. შეხედეთ ესეთი და აი ფონი როგორი უნდა იყოს. ფონი სტუდიას აქვს თეთრი ბექგრაუნდი თქო მივწერ. სტუდია white background. ძალიან მარტივი მივეცი. შეხედე, ამის შემდეგ შემიძლია ავარჩიო სტილი. ანუ რა სტილში მინდა ფოტო იყოს. აი მივცე მაგალითად მოდი ავარჩიოთ აი ეს პირველი ტრენდული სტილი და შემიძლია ასევე ავარჩიო, ანუ როგორ უყურებდეს ამ ყველაფერს კამერა. ანუ აი მაგალითად ავარჩიოთ აი ესეთი. ამის შემდეგ შეხედეთ, აქ წერია, რომ 4 ფოტო თუ გინდა დააგენერირო. მოდი მე გავაკეთებ 2 ფოტოს და როგორი ზომის ფოტოები გინდა, იმის საშუალებას გაძლევს. ამ შემთხვევაში მივცე ვერტიკალურ ფოტოს და დავაგენერიროთ. შეხედეთ, ვნახოთ ახლა როგორ ფოტოებს დაგვიგენერირებს. აი, ესეთი ფოტოები დააგენერირა. აი ეს ახლა ცუდი ფოტო, ამას არ აუშვებს. აი ესეთ ფოტოები დააგენერირა ხელოვნურმა ინტელექტმა. დააკვირდით, ხანდახან ხდება, რომ 3 ხელი გაქვთ, 3 ფეხი და ესეთი რაღაცეებიც. ყოველ შემთხვევაში არ დააკვირდით. შეხედეთ, ახლა კიდე რა ფოტოები მაქვს დაგენერირებული. აი ეს ძველი ფოტოები, რაც დავაგენერირე, მე გამოვიყენე ჩემი ბლოგისთვის. ეს ნაძვის ხესთან ფოტოები, სხვადასხვა ვარიანტები. ანუ აი ფანტაზია სადამზეც გეყოფა და იმდენი ფოტო შეგიძლიათ დააგენერიროთ. აი ბურგერისთან ფოტო, აი თუ გახსოვთ ის ბურგერის კაბარომეცვა, აი ისიც აქ დავაგენერირე, სხვადასხვანაირი ფოტოები ამიწყო. აი ნაძვისხიანი ფოტო. აი ეს თოვლში ფოტო. ანუ ბევრ სხვადასხვა ვარიანტებს გაძლევთ რა. აი რაც გინდათ სულო და გულო ნებისმიერი შეგიძლიათ დააგენერიროთ და თან თქვენ იყოთ
გამოსახული ამ სურათებზე. შეხედეთ, ეხლა კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი რა არის. მაგალითად, გავხსნათ ეს სურათი და მინდა, აი მომეწონა ეს სურათი და მინდა ჩამოვთვირთო, ხო? ამისთვის შემიძლია მე ამ სურათის ხარისხი გავაუმჯობესო. როგორ ხდება ეს? ვაძლევ upscale-ს, აი ესეთი არის upscale-ი. შეგიძლიათ მიცეთ რეთუში, თქვათ, და შეცვალოთ როგორც გინდათ, მაგრამ თუ გინდათ ხარისხი გავაუმჯობესოთ, უნდა მიცეთ upscale. როცა მიცემთ upscale-ს, დააჭერთ და თქვენი ფოტოს ხარისხს, თქვათ, გააუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი. მე ამ წუთში არ გამოვიყენებ, იმიტომ კაი გამოვიყენებ, არა უშავს დავხარჯავ კრედიტებს. და შეხედეთ, გაჩვენებთ და გააკეთებს upscale-ს და გაჩვენებთ upscale-ამდე და შემდეგ რა განსხვავება იქნება ფოტოს შორის. შეხედეთ, ანუ სახე ძალიან შეცვალა, ეხლა მე ეს ვაფშე აღარ მგავს მე უკვე. ანუ აქამდე უფრო გავდა, აი ახლა შეცვალა, თუმცა ხარისხი გააუმჯობესა. ანუ უფრო სხვა ხარისხი მოგცა. ხანდახან აი მაგალითად, აი ძველი ფოტოების upscale-ს ეხლა თუ მანახებს, გაჩვენებთ. ანუ ხანდახან ხდება, რომ upscale-ზე აღარ გავს, ძალიან იდეალურ ფოტოს ქმნის, ხვდებით? და ხანდახან ხდება, რომ პირიქით კარგი არის upscale-ი. და ხარისხს აუმჯობესებს ბევრად upscale-ის დროს. აი ესეთი მარტივი არის საკუთარი ავატარის შექმნა, არაფერი რთული ამაში არ არის, შემოკარგებო. ასე რომ გამოიყენეთ, შექმნით თქვენი ფოტოების, რა ვიცი, ულიმიტო დაუსრულებელი რაოდენობა, რამდენიც გაგიხარდეთ. რაც შეეხება საიტის სხვა ფუნქციებს, სინჯეთ, გადადით, დაამუშავეთ ვიდეოები, თუმცა მე აქ ძირითადად ვიდეოებს არ ვამუშავებ, ძირითადად ვიყენებ მხოლოდ ჩემი ფოტოების შესაქმნელად ამ საიტს. ეს არის მოკლე ინსტრუქცია იმის თუ როგორ უნდა შექმნათ საკუთარი ფოტო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. გემშვიდობებით, ჩემო კარგებო, ვისაც გინდათ მეტი გაიგოთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მეტი გაიგოთ თუ როგორ უნდა შექმნათ პრომპტები, როგორ იმუშაოთ ChatGPT-ში, როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა საიტები, გააცოცხლოთ თქვენი ვიდეოები და ასე შემდეგ, უკვე გელოდებით მასტერკლასზე და კურსზე, რომელშიც არის ყველაფერი და ყველანაირი ინფორმაცია სოციალური მედიის და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. დროებით.